2018 წელს განხორციელდა მთლიანად აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ღონისძიებები. ამ ღონისძიებების საფუძველი იყო ის სტრატეგია, რომელიც შემუშავდა ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ და მოიცავდა სამ ძირითად მიმართულებას. ეს იყო ცნობიერების ამაღლება მოსახლეობის ჩართულობის მიზნით, ეს იყო მონიტორინგის სისტემის დანერგვა და მიღებული შედეგები და მათი ანალიზი და უშუალოდ ბრძოლის ღონისძიებები. დასავლეთ საქართველოში აბაშის მუნიციპალიტეტში შექმნილი იყო ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების საკოორდინაციო საორგანიზაციო შტაბი, საიდანაც ხდებოდა ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა დასავლეთ საქართველოში, ასევე ტექნიკის განაწილება, მონიტორინგის შედეგების გაანალიზება და უკვე შემდეგ შეწამლითი ღონისძიებების დაგეგმვა, ასევე მუდმივ რეჟიმში მუშაობდა და მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო და შეუძლია დააფიქსიროს თავის, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, რაზედაც ჩვენი მხრიდან ხდება შესაბამისი რეაგირება. გაიზარდა სააგენტოს სპეციალური შემასხურებელი აგრეგატების რიცხვი შედარებისთვის თუ გასულ წელს 15 ერთეული ტექნიკა გააჩნდა სააგენტოს მიმდინარე წელს ღონისძიებებში ჩართული იყო 150-მდე ტექნიკა, რომელიც მუდმივ რეჟიმში ახდენდა სამუშაოების ჩატარებას. აღნიშნულ ღონისძიებებში აქტიურად იყო გამოყენებული ის მთავარი, ასე ვთქვათ, მიმართულებები, რომელიც სტრატეგიით იყო განსაზღვრული. მთლიანობაში დამუშავდა 780,000 ჰექტარი ფართობი. ძალიან კარგი მოსავალი და მაღალხარისხიანი მოსავალი მივიღეთ სიმინდის კულტურაში, სადაც შესაძლებელი იყო ჩვენი ტექნიკის გამოყენება და ამან ძალიან დადებითი შედეგი მოგვცა. მთლიანობაში მნიშვნელოვნად არის შემცირებული ფაროსანას რიცხოვნობა. ზოგადად მექანიკური ღონისძიებების ჩატარებისას უნდა გვახსოვდეს ის მომენტი, რომ ერთი ფაროსანასაგან მომავალ წელს 250 კვერცხი დაიდება სიტუაცია და ის შემდეგ გამრავლდება დაახლოებით 60-90,000 იქნება წლის ბოლოს. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ერთი ფაროსანას განადგურებაც. აღნიშნული შედეგების დაკმობით და კორექტირებით შემუშავებული არის 2019 წლის გეგმა, სადაც იგივე სამი ძირითადი მიმართულება იქნება ჩვენი პრიორიტეტი და დაემატება მეოთხე მიმართულება, ეს არის ბიოაგენტების მოძიება და შესაძლებლობის გამოყენება ბიოაგენტების ამ მავნებელთა ბრძოლაში.